თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 4 ივნის ჩატარდა Deutsche Welle აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „მედია სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე“. ინტერდისციპლინური კონფერენცია მოიცავდა შემდეგ სამუშაო პანელებს: ინფორმაციის თავისუფლება, მედია და ადამიანის უფლებები, სიძულვილის ენა, სასამართლო და მედია და ეთიკა. საერთაშორისო კონფერენცია საზეიმოდ უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა. ეს არის სტუდენტური კონფერენცია. კონფერენცია ტარდება Deutsche Welle აკადემიის მხარდაჭერით და მონაწილეობა მიიღო თავიდანვე 6 უნივერსიტეტის 60-მა წარმომადგენელმა, შეირჩა 21 მოხსენება. ეს მოხსენებები არის ამ თემატიკის საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს, რომლის მთავარი მიზანია, რომ სტუდენტებმა გაიაზრონ, როგორი უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება, როგორი უნდა იყოს დემოკრატიული გარდაქმნები ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში. კონფერენციის მონაწილეებს Deutsche Welle აკადემიის წარმომადგენელმა მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. I think it is very important to strengthen the cooperation between the law department and the journalist department on behalf of media law, because we already discovered that media law is still a very big issue here in Georgia. And it is our pleasure to help the students. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მომავალი იურისტები, მედიისა და მასკომუნიკაციის მკვლევრები, ფსიქოლოგები. ორგანიზატორებმა 6 უმაღლესი სასწავლებლიდან მიღებული 60-ზე მეტი განცხადებიდან შეარჩიეს 21 საუკეთესო მომხსენებელი. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებმა. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება Deutsche Welle-ს ორგანიზებით კონფერენცია, რომელიც მედიის თემებს შეეხება. მე ერთ-ერთი მომხსენებელი ვარ. ჩემი აზრით არის ძალიან კარგი ინიციატივა, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებში კვლევითი უნარების განვითარებას. ორგანიზატორების თქმით, კონფერენციის მიზანი იყო ჟურნალისტებისა და იურისტების თანამშრომლობის წახალისება, რადგან მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა. ღონისძიების ბოლოს დაანონსდა Deutsche Welle აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავალი ერთობლივი პროექტი, რომელიც 2015 წელს ოქტომბერში გაიმართება და მონაწილეობას მედია ექსპერტები მიიღებენ.